Უწფელად გითხრათ, რომ პრემიერი ემსახურებოდა თავის ქვეყანას პირნათლად, ემსახურებოდა გზარებში. დღეს მქონდა პირველი სამუშაო შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში. მე გავიცანი თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხედრო შეიარაღებული ძალების და გენერალური შტაბის წარმომადგენლები. მე მინდა განვაცხადო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ოფიცრებს, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, სარდლებს, ასევე ძალიან კარგი მიღება მქონდა თვითონ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო წვების წარმომადგენლების მხრიდან. მე გავაცანი თავდაცვის სამინისტროს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი მთავრობის ხედვა თავდაცვის განვითარების საკითხებზე. ჩვენ უნდა გვყავდეს მობილური, სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის მქონე არმია, რომელიც პასუხს გასცემს ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ რეგიონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვაქვს. ჩვენი მთავარი ღირებულება, როგორც არაერთხელ განმეცხადებია, იქნება ჯარისკაცი, მისთვის ყველა შესაძლებლობის და პირობის შექმნა, რომ მან დაიცვას თავისი ქვეყანა. ჩვენ დავიცავთ მშვიდობას, მაგრამ მშვიდობა რო დავიცვათ, მუდმივად უნდა ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, ჩვენ გავაგრძელებთ კონკრეტულ უწყებებთან და დეპარტამენტებთან უკვე ცალკე შეხვედრებს, ჩავიხედავ ღრმად საქმის კურსში შევალ ყველა დეპარტამენტის და ასევე გენერალური შტაბის წარმომადგენლების მიერ წარმოებულ საქმიანობაში. მე მინდა ასევე თქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა ჩვენს უწყებაში. რიგი მათგანი იყო წარმატებული, რიგი წარუმატებელი, ასე რომ ჩვენ დავამყარებთ და დავაფუძნებთ ჩვენ შემდგომ საქმიანობას სწორედ წარმატებაზე, რომელიც მემკვიდრეობითობის, ინსტიტუციური მეხსიერების და ასევე ინსტიტუციონალიზმის შენებაში იქნება ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა ადამიანური რესურსის კუთხით, ეს იქნება გამოყენებული, ასევე ჩვენ პრობლემური საკითხები დაგვხვდა, დაახლოებით 113 მილიონი არის დეფიციტი თავდაცვის ბიუჯეტში. ამის შესახებ ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს მოსაზრებები შემუშავებული ამ კრიზისიდან გამოსვლის, რომელსაც მე ორშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავაცნობ. დიდი მადლობა, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მე შემიძლია გიპასუხოთ. ჩვენ კადრები ბუნებრივია მოაზრებული გვაქვს უკვე. ორშაბათს იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჩემი შეხვედრა, სადაც საბოლოოდ შევჯერდებით და უკვე გადაწყვეტილებები იქნება ცნობილი. მე შევხვდები პირადად გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, მის მოადგილეებს, გავეცნობი მათ საქმიანობას. ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ ესეთი საკადრო გადაწყვეტილებები, ბუნებრივია ცვლილებები იქნება გენერალურ შტაბში, მაგრამ ეს მას მერე, როდესაც მე პირადად შევხვდები, გავეცნობი და ჩამოვაყალიბებთ უკვე ჩვენს დამოკიდებულებას. ეს დეფიციტი ამ განაპირობებს 13 მილიონის მე უკვე ამ დეტალიზაციას დეფიციტის ფინანსებთან დაკავშირებით უკვე წარმოგიდგენთ მომავალ კვირას ის კონკრეტული მოადგილე ჩემი, ვინც იქნება პასუხისმგებელი ფინანსურ მდგომარეობაზე ჩვენს ქვეყანაში, ისა ბოდიშვიხტი თავდაცვის უწყებაში და უკვე ის დეტალურად გაშლის თვითონ რა დავალიანება, რა დეფიციტია და ასევე ამ პრობლემის მოგვარების გზებს გაგაცნობთ. მთავარი ამოცანა ჩემთვის სამხედრო შეიარაღებული ძალებში არის ის, რომ კვების პრობლემა არ არსებობდეს, ზამთარი მოდის და ასევე გათბობის პრობლემა ჯარისკაცებს არ უნდა ჰქონდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი მთავარი ღირებულება არის მეომარი ჯარისკაცი და მისთვის ყველა პირობის შექმნა, რომ მან დაიცვას საკუთარი სამშობლო. რა თქმა უნდა, რეზერვი იქნება საქართველოს სჭირდება ძალიან სწორად ორგანიზებული რეზერვი. ბოლო მცდელობები ამის კეთების ორჯერ აღმოჩნდა არასწორი, რაც გამოავლინა როგორც აგვისტოს ომმა, ასევე არჩევნების წინა პერიოდში შექმნილი და ჩამოყალიბებული რეზერვის მიზნებმა და ამოცანებმა. ასე რომ სწორედ ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავ ამ საკითხს, ჩემს მოსაზრებას გავაცნობ და მათთან ერთად შევემუშავებთ რეზერვის შექმნის სტრატეგიას. ჩემი პრიორიტეტი როგორც მინისტრის იქნება ხელი შეუწყო
საქართველოში ზოგადად წარმოებას და ბუნებრივია სამხედრო წარმოებას. ამიტომ ყველა დაწყებული საქმე მინდა დეტალურად შევისწავლო. გვაქვს გამოცდილება, რომ ძირითადად ესეთი პროექტები იყო ფასადური, პიარული. ამიტომ მე კარგად დეტალურად შევისწავლე ამ საკითხებს და ბუნებრივია თავიდანვე გითხრათ, რომ ხელშეწყობა ექნება ადგილობრივ წარმოებას. მართლაც ბრძანებთ პირველ რიგში ფინანსურ წესრიგთან ერთად, რა თქმა უნდა, დასამყარებელია სრული სამოქალაქო კონტროლი სამხედრო შეიარაღებულ ძალებზე, ასევე საპარლამენტო ძლიერი ზედამხედველობა, რაც ჩვენს ინსტიტუტს მისცემს დემოკრატიულად განვითარების შესაძლებლობას და ასევე ეს სამინისტრო კანონის შესაბამისობაში ბუნებრივია იქნება აბსოლუტურად ღია მედიისთვის, საზოგადოებისთვის. მე გეგმავ სხვადასხვა ნაბიჯებს, რაც კიდევ უფრო გააღებს ჩვენს კარებს საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ საზოგადოების და მოქალაქეების მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის მართვაში და მათ შორის თავდაცვის უწყების სამოქალაქო მართვაში ჩემთვის იქნება მთავარი პრიორიტეტი. ასე რომ ჟურნალისტებისთვის იმ დასაშვებ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენი სამინისტრო მუდმივად ღია იქნება. ერთი შეკითხვა თუ გაგვდა დავამთავრებ. პარტიული თანამდებობის მოსვლაზე საუბრობთ და ამის მიზეზებს შეიძლება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ზოგადად სამინისტროებში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში არის სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. ბოლო წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მიერ პოლიტიზირებული იქნა თითქმის ყველა უწყება და მათ შორის რაც ძალიან ცუდია თავდაცვის უწყებაც და სამართალდამცავი სტრუქტურებიც. აქედან გამომდინარე არაერთხელ განუცხადებია თავად პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და უთქვამს, რომ აუცილებელია მოხდეს დეპოლიტიზაცია სტრუქტურების და ამაში ჩემი წვლილი პირველი იქნება ის, რომ მე პარტიულ თანამდებობას დავტოვებ. თავდაცვა, უსაფრთხოება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება ის სისტემებია, რომელიც არ უნდა იყოს შეხებაში პოლიტიკასთან, პარტიულ ინტერესებთან და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება. უпроსტოდ ეს გადაწყვეტილება დღეს საღამოს უკვე გაფორმდება. მადლობთ.